კრიტიკას, ყოველ გაბრაზები. ცოტას ყველა მაბრაზებს, მაგრამ მთლიანობაში კაი ბიჭები კაი მომზადებულები არიან. უეჭველი გამოიწერეთ არხი, უეჭველი გამოიწერეთ. ისე გამხნევები ისე რომ აი არც ახლა კაცოს ისე თამაშები ეგეც ახლა ძალიან მაგარ მეთოდზე თამაშებით ხაზახეს, მაგრამ ვაფშე არ გვაინტერესებს აი ამათ იმედი გვაქვს. ძალიან მატჩი იქნება, მაგრამ ეგეთ ტურნირზე რომ გადიხარ თან ის კი არა რომ თქვა მასპინძლის გამო გახვედი. იმიტომ რომ გახვედი რომ შენ მოიგე. რაღაცები გააგდე, ხო? როცა ეგ გადიხარ, შეგვიძლია რომ გამარჯვებასაც იბრძოლა. მოგესალმებით მეგობრებო, ზუსტად 9 თვიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით YouTube-ში. 9 თვე გავიდა ღმერთო ჩემო, ამდენი ხანი ხო არ გადაობ 9 თვე. ლევან რა გჭირს? მოკლედ, ხელა პაუზის შემდეგ ისევ გიბრუნდებით, ოღონდ ნამდვილად გიბრუნდებით უკვე და ამ პაუზას ქონდა მიზეზი, ეს არ ყოფილა სიზარმაცის გამო და ასე შემდეგ. თუმცა ზარმაცი რაღაც დონეზე ხარ ლევან მე მგონი, ხო? რაღაც დონეზე არ კარგად დონეზე. ხუმრობის გარეშე ახლა ამდენი პაუზა რატომ ქონდა, როგორ რა და ასე შემდეგ დეტალებში განვიხილავთ, ჩავხსნით ყველაფერს სანამ გადავალთ მთავარ თემაზე, რა ვლოგზეც უნდა გადახვიდეთ ახლა და უყუროთ უშუალოდ ვიდეოს. მანამდე ორი სიტყვით შევეხები ამ ყველაფერს, სად დავიკარგე, სად ვიყავი ამ ხნის განმავლობაში და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ დავიწყებ, აუცილებლად ესე იგი მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ბალეშიკობდა, სად ხარ ლევან, სად დაიკარგე, დაგვიბრუნდი YouTube-ში, აი ძალიან ბევრი წერილი იყო, ძალიან ბევრი მესიჯები და ასე შემდეგ და დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში კიდევ არ დამივიწყა. ჩემ გვერდით იყო, მამხნევებდნენ, გულშემატკივრობდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ დიდი მადლობა თქვენ, რა ვიცი, აი მართლა გაპასებთ და მიყვარხართ ყველა ჩემი თითოეული გაუნწერი. ეხლა კი რაც შეეხება, გადავიდეთ უშუალოდ კინოურ თემაზე ჩემთვის, სად ვიყავი დაკარგული. მოკლედ, ჩემი ვარჯიშებიდან გამომდინარე, ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს, ნუ ვარჯიშების მხრივ, აი ძალიან დატვირთული. ამ კონტენტს, სადაც მე ვაკეთებ და ვიღებ, ჭირდება ძალიან ბევრი ვარჯიში, როგორც ფიტნესში, ძალისმიერი, ასევე კარდიო ვარჯიშები, აერობული, არაერობულიც და ერთ-ერთ ვარჯიშზე, მოკლედ, ბევრი რა ვილაპარაკოთ, დარბაზში, ანუ ჟიმზე რა, შტანგაზე დავიზიანე ხელი, ავწიე მძიმე წონა, 2 თვე, ზუსტად არ მქონდა ნავარჯიშები რა. და ამ იმაზე რომ მივედი იგივე სამუშაო წონაზე, 80 კილოზე, ჟიმზე, რატომღაც ვიფიქრე, რომ ისევ გავქაჩავ მეთქი რა, ნუ იდეაში გავქაჩე კიდევაც. რაღაც გახურებებით და ნენელა ასვლებით, წონებით, დამატებით ასე ვთქვათ, გავქაჩე. მაგრამ ხელმა უკვე რა შვები ლევანო, ამ წონაზე უკვე აღარ გამიშვა რა, ხო და მოკლედ ორივე ხელში მქონდა იდაყებში სითხე, რაც ძალიან დიდი დრო წაიღო, ესე იგი, ნუ ჯერ რა თქმა უნდა გადაღებები, მერე მკურნალობები და არ შემილია ეხლა რო არ თქვა ექიმები, ნუ ცალკე თემა კიდე. ამ მკურნალობას თავი დავანებოთ, ზუსტად მეგობრებო, 3ჯერ გადავიღე მე რა, 3ჯერ. ნუ არავისთვის არ არის უცნობი საქართველოში ზოგადად როგორი ტანჯვა ამ მკურნალობა და ექიმები ახლა შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ, მაგრამ რეალობა ეს არის და ძალიან არაპროფესიონალიზმია, პირდაპირ უნდა ვთქვა. არ მინდოდა ამის თქვა, მაგრამ აი აღშფოთებული ვარ მართლა და გაბრაზებული ვარ. ნუ ყველაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ძალიან ბევრი არაპროფესიონალია. 3ჯერ გადამაღებინეს MRI, 3ჯერ მეგობრებო და მესამეჯერ რეალურად ანუ გაარტყეს ასე არა, მესამეთ მართლა კარგად გადაიღო. მკურნალობამ წაიღო კიდე ძალიან ბევრი დრო, ფიზიოთერაპიას ვიკეთებდი ხელებზე და მომიწია სხვადასხვა კლინიკებში, ანუ ერთ კლინიკაში არ დამთავრებია. არ მომეწონა მკურნალობის ხერხები და მოკლედ ბევრი ნიუანსია, ეხლა აღარ გავაგზავნებ ამაზე საუბარს. ამის გამო არ მქონა არანაირი მუღამი, არც ვიდეოსი და არანაირი არაფრის მეგობრებო, აი საერთოდ აი ჩაქიმული მქონდა. ვარჯიშზე ლაპარაკი ზედმეტია, საერთოდ ვერ ვეკარებოდი ვერს დარბას, ნუ ეხლა მიტყვით ეხლა ხელი დაზიანებული მქონდა, ფეხთარაშუაში იყო, მაგრამ ყოველდღე თერაპიებზე ვიყავი, ყოველდღე რაღაცა მკურნალობა იყო. თემები და ფეხითაც ასე ვთქვათ ვერიდებდი, ნუ შიგადაშიგ რაღაცებს ვურევდი, მაგრამ აი ესეთი მუღამი მქონდა დაკარგული, თუნდაც აქ ერთ ვიდეოსაც რო ვერვდებდი და ასე შემდეგ.
მოკლედ აი რა ვიცი და რაც თავარია დამიბრუნდა ეს მუღამი, მოვიხოდე, მოვიჩინე ეს ტრავმები და უკვე მზად ვარ ვიდეოებით მოგამარაგოთ, ძალიან მაგარი ვიდეოებით, ძალიან კაი ამბები ხდება კიდევ ამას ეტაპობრივად გააგებინებს. ეხლა კი სანამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა რომ ყველამ დააპაუზოთ, გამოიწეროთ არხი, აუცილებლად მეგობრებო, დაალაიქოთ ეს ვიდეო და თუ გინდათ რომ ჩემი კონტენტი დაიძრას და ეს ახალი ამბები და მოკლედ შევბეროთ ძალიან მაგრად, როგორც ძველებურად და ახალი ძალებით, აუცილებლად გადააზიარეთ ვიდეო ყველამ, აი ჩემი თხოვნა იქნება, რომ мотиваცია უფრო მომეცეს და შემდეგში უფრო თამამად და ძალიან მაგარი ამბები შემოგთავაზოთ რა. ხო, აუცილებლად უნდა გითხრათ კიდე რომ ტექნიკის ამბებში შემოგვემატა დრონი და ძალიან ბევრი სიახლე კიდევ უფრო მაღალ ლეველზე აიწევა ჩვენი გადაღებები. ეხლა კი გადავიდეთ ჩვენს ვიდეოზე და რა ხდება ეხლა ორი სიტყვით სანამ გადავალთ ვიდეოზე, ორი სიტყვით გეტყვით. ესე იგი, ეს არის ძველი ვიდეო, პირდაპირ გეტყვით. მოკლედ, YouTube ლიგა მოგეხსენებათ ჩვენი ძმები, ბასტო და ქორო, ორგანიზატორები, რამდენი ხანია უკვე ამ თემებში არიან. YouTube ლიგის პირველი სეზონიდან, მეორე სეზონი, მესამე სეზონი და ეხლა იყო, მეოთხე სეზონი ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ეხლა ჩატარდა სპორტის სასახლეში და უკვე იმ დონეზე გაიჭრა YouTube ლიგა და ისე ფართო მასშტაბებზე არიან ბიჭები, უკვე ჩამოიყვანეს, ესე იგი, იტალიის ნაკრები, მედია ლიგა, იუთუბერები და ასე შემდეგ, აზერბაიჯანი და ყაზახეთის ნაკრები. სპორტის სასახლეში ჩატარდა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ჩვენ ვიყავით, გადავიღეთ ვლოგი, რა ვლოგსაც ნახავთ ეხლა ყველაფერს. აუცილებლად კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ და გამოიწერეთ არხი, ზარის ღილაკით აუცილებლად. იმიტომ რომ არხის ჩვენი უმეტესობას, ვისაც გამოწერილი არ აქვს, 70% უყურებს, მაგრამ არაუშავს მოვიხოდებით, თქვენი იმედი მაქვს და მოკლედ შეგვიძლია უკვე წავიდეთ ვიდეოზე და ნახოთ ყველაფერი. და სასწაული ატმოსფეროა, აი ხედავთ, არ ვიცი რა, აი ძალიან მაგარია. Respect ბიჭებს, პასტოს და ქოროსთან ძალიან მაგარი რაღაცა მოხდეს. ეხლა ვეცდები ჩვენ გადავინაცვლოთ, დაუჟდეთ და ენერგია შემოგთავაზებთ ჰაილაიტებს რა. ცოტნე საინტერესო იქნება. რას ფიქრობს? როგორ განვითარდა YouTube ლიგა პირველი სეზონიდან უკვე დღეს უკვე ხედავთ იტალია, ყაზახსტანი, აზერბაიჯანი და რა ვიცი ესეთ თონის ნაკრებები არის. ძალიან მაგარი ბიჭებია. რავი, მე ძალიან მომწონს და მართლა საინტერესო რამ ხდება, რაც აქამდე საქართველოში არ მოხდა და მე მიხარია რომ ხალხმა წაიტაცა როგორც ვატყობ ხალხს მოსწონს ყველაფერი რაც ხდება და ჩემი აზრით კიდე და კიდე უფრო უნდა განვითარდეს და ლოკომოტივი და გავასწორ შემდეგზე და ესე ასევე არ გამოიწერეთ ვიდეო და ლაიქეთ არ დაგავიწყდეთ მეგობრებო როგორ ახლა ლუგი ხელით გადამეგობარი ლუგი არ თავის კონტ ჩამოსული და რა ვიცი სასწაული თამაშებია სასწაული ატმოსფეროა საქართველოში პირველი ძალიან მაგარი მოიხადა პირველი სეზონის შემდეგ ასოცირებული და ეხა უკვე აგერ ხო ეს საერთაშორისო ტურნირია პირველად ჩაატარეს ბასტომ დაგვირეკა ქლოვა რომ ყაზახეთი და აზერბაიჯანი ჩამოსული იყო და მოშკოდა იტალიაში და ის ქართველებმა შევკარით და გავაკეთეთ და მომავალში იქნება უფრო მაგარი, უფრო მეტი გამართებული ფაქტია მასშტაბიანად ქართველების დაემატებიან და წარმოადგენენ გამოიწერეთ არხი ჩვენთან არის იასონა მეგობარი ვიოს დამსახურება დღეს აქოა გამოიწერეთ უეჭველი არხი ასევე იასონა საფრე აუცილებლად აღწერაში იქნება და გამოიწერეთ ლევანას არხს აქვს TikTok-ი და YouTube-იც მაგალითად ცოტა 2000 ფრისტაილერებს კაი რაღაცებს აკეთებს და აუცილებლად TikTok-ის იქნება საშკასავს გამოიწერეთ TikTok-ი, YouTube-ი ყველაფერი აღწერაშია და გამოიწერეთ ლევანას ინაცვა ოპერა! გამოიწერეთ! ფოტო შეიძლება? უეჭველი გამოიწერეთ არხი, უეჭველი გამოიწერეთ! ალაბა! სასწაული ამბავი
მოგესალმებით ყველას. საქართველოს დიდი წარმატებები. YouTube ლიგასაც მოვიგებთ, საქართველოს ნაკრებსაც წარმატებები. ყველა სპორტში ქართველები ყოველთვის გამარჯვებულები ვართ რა. წარმატებები ყველას და გილოცავთ ყველა. ფრისტაილური, აი ძალიან. არა, ნუგი სერიოზულად თამაშობდა თავის დროზე. საქართველოს ყაზახეთის წინააღმდეგ. მეგობრებო, გადავდივარ ფინალზე, ოქმეც და ფინტეშა, ისეთ ხოძერია, ბიჭები პირველი და ამაჯერას ვისალ, კიდევ ერთხელ და აუ, რასით ფინალ, როგორი სიტუაცია ხედავ. აუ, რა არის ძალიან მაგრა იქნება. ძალიან მაგარი, აი, როგორც აი, მოვიწოდე ისე დავუყარე, მაგრამ აი, ხალხი და ისე გამხნევებენ ეს აი, არც ახლა კაცოს, ისე თამაშები ეგეც ეხა ძალიან მაგარ მეთოდზე თამაშებით ხაზახეს. მაგრამ ვაფშე არ გვაინტერესებს ანუ აი ამათ იმედი გვაქვს უმეტესად საიდან დაიწყო YouTube ლიგა და საიდან სად იწყო აი ხო და აი ესე თუ გაყვა 1-2 წელში უფრო მაგრად გავითარდება და სექტემბერსაც შეცექმნები YouTube ლიგაზე და კი ყველა ისიქნება და წარმატებები ფინალში და აბა შეიძლება აი გამოიწერეთ აუცილებლად გამოიწერეთ არხი ჩვენი ძმის და დააიკეთ ბალეში აი შეიძლება როგორ ხარ ხოძე ხარ ბიჭო აღლილი ვარ და ფინალისტი რა აბარჯანსი არის მიზადებელები შეხვდა იტალიელები კარგები არიან ყაზახები კიდევ კეთილსებია აი ხარ რაც მოძე იმინა ტემპი და რაღაც იტალიელებია წაუფერგურთელები ხოლმე შენ ხარ ისეთ პოზიციაზე ხარ გადას ეს ჯარიში შედება და აი ზოგადად ამაზე რასაც ინტერვიუები განვითარა პირველი სეზონის შემდეგ და საიდან სად უცხო სადღაი გადავალთ არ ვიცი შემდეგი რა არის რაღაცა აშკარად კი იქნება ხა მართლაც პირი და ისინი ხუჩა მოიყალეს და რაღაცა აი რაღაცა no problem როგორი გიქეთას ორ გაბრაზები ცოტას ყველა მაბრაზებს, მაგრამ მთლიანობაში კაი ბიჭები აი მომზადებულები არიან გასწრაფად ფიზიკურად ჭიდაობა მიდის ძალიან აი კარლოს ფოტოშოპს ვინც ატარებს ახლა ვარჯიშსაც ის გადაყვა თავზე მართლა ამ ბიზნესდადებასაც და ანუ მართლა ყველაფერი კარგად იდეალურად მოამზადა გუნდს. ისულები რა ხო, შეთანხმებით სამშობლო შტაბი ერთიანად გავაკეთე ჩემი ცნობები არ ყოფილა მარტო კარლოს ცნობები იყო. და ერთი და YouTube ლიგა საიდან დაიწყო პირველი სეზონი და საიდან ხო, საერთაშორისო ხო, ეგ მაპერწკალი რაც გაჩნდა, კარგი პროექტი იყო და ალბათ ისევ იქნება ლოკალური მასშტაბის YouTube ლიგა, მაგრამ ეს თან აბსოლუტურად. თან ფეხბურთი რო გიყვარს, მიანიშნებს ეს ყველაფერი ნებისმიერი სფეროს ადამიანს არ უნდა იყო, ყველას ფეხბურთი გიყვარს, ყველა ფეხბურთს თამაში იცის და ძალიან მიხარია რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ მეც. არის ახლა ფინალში ხო? ფინალში ვარ ხო, ვერ ვიწვალე ერთ თამაშს მოვიგეთ, მაგრამ მაინც ხარ, ამბავია. არა, კაი. კი ბატონო. წარმატებები. მადლობა. დატო პირველ რიგში მოგესალმები. ჯობა. რა სიტყვა ზოგადად YouTube ლიგას ან პირველი სეზონის შემდეგ როგორი განვითარება აქვს და ზოგადად ამ პროექტზე აი ამდენი ხალხია იტალია, როგორც ვიცი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ხო? აი შენი აზრი ძალიან საინტერესო იქნება. ზოგადად YouTube ლიგაზე ესე განვითარდა, ხო, ესე წავიდა წინ და უკვე დაიჭ ჩამოყავს ხალხი და რა ვიცი. ნაკრებების დონეზე არის შეჯიბრებული. პირველი სეზონის მერე რომელიც ამდენი წელი იყო 2 მაშინაც ეს არის 4 გუნდი. ზოგადად იყო მაშინ რანი ვიყავით ხო და იმის მერე გუნდების რაოდენობა ხო ძალიან გაიზარდა, მონაწილეების რაოდენობა გაიზარდა, მაყურებლების დასწრება, პოპულარობა, რავი, ინტერესი არის გაზრდილი და აგერ საქართველოს ნაკრები თამაშობს, ფინალში არიან ბიჭები, მაყურებელი ვერ არის, ლაივში კიდევ უფრო მეტი უყურებდა და აი გასართობია, ფეხბურთის პოპულარიზაციის ამბავშიც თან ესე რომ განვითარდა ესე. ხო და ფეხბურთი იყო ისეც რომ ძალიან ვიყვარს. გარდა იმისა რომ ძალიან ვიყვარს და ხალხს უყვარს იუთუბერებიც. შემოგვიძათ ნაზავი ამ ორი რაღაცის ძალიან კარგი და
გუნდია საქართველოში პარაცხელას შემდეგ გაიტანა ფეხბურთისაც და YouTube-ისაც ასაკობ. ეს ნაზავი ძალიან მოხდება ეთლანზე დანაკარგი. რა სიტყვა ეძაიწნებ ეს თამაში? ხო, საფრანგეთთან გვაქვს თამაში. რა ვიცი, ძალიან რთული მატჩი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისეთი რთულის და გამოიარა და ამ გუნდმა. გავიდა შესარჩევში. რთულის ჯგუფიდან მე ხორვატიას და მოუგო. აგერ პოლონეთს მოუგო. რატომაც არა? ხო, რატომაც არა? შეუძლიათ რომ დიდ წარმატებას მიაღწიონ. საფრანგეთთან ერთად საპორტალის თამაში რაღაცა ცოტა დაცვაში ძალიან მოიგო. თქვენ ფავორიტი არის საფრანგეთი, რა თქმა უნდა, ტურნირის ზოგადად არა მარტო ჩვენთან, მაგრამ ნუ ამ ნაკრებმა არაერთხელ დაამტკიცა წინა თაობამ, ახალგაზრდა ნაკრების და ამ თაობამაც უკვე რომ ძლიერ გუნდებთან თანაბარ შეუძლია თამაში, ასე რომ ეს კი არა და ეგეთ ტურნირზე რომ გადიხარ თან, ის კი არა რომ თქვა ნასპინძლის გამო გახვედი. იმიტომ რომ გახვედი რომ შენ მოიგე. რაღაცები გააგდე, ხო? როცა ეგრე გადიხარ, შეგვიძლია რომ გამარჯვებასაც იბრძოლა. მეგობრებო, იწყება მოკლედ დიდი ფინალი. საქართველოს ყაზახეთი და მოკლედ ჰაილაიტებს შემოგთავაზებთ. სასწაული ატმოსფეროა და ასე გადავიდეთ თამაში. პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული თამაშია და რაღაც სასწრაფო. არ ვიცი, ედია მოვიგეთ მეორე ტაიმში ეს გავიტანე. ასის ხარჯი მაინც გონია, მაგარი მებრძოლი ბიჭები არიან. ფეთაც რა თქმა უნდა, ნახოთ პენდებში. ნახოთ, შეიძლება პენდების წავიდეს. მეკარის ყვითელი ავკიდეთ და ძალიან კაი ამბავია. საქართველოს ნაკრებში ბურთი გაიტანა. ჟასიკ ფიფა ნომერმა 2. ჯერა ბიჭებს უნდა შეაგდო ერთი და დამატება რა შეიძლება მე მოვიდეთ კიდევაც რა ნახოთ რა. ეს რა იყო ხო აგრა გადავში სასწაული გადავში ესეც პირველი დამატება მორჩა და გადავდივართ მეორე წუთიაში. სასწაული თამაშები, მე და ბრძოლა რაღაცა. არ ვიცი, აი, ვის შევადარებ. საქართველოს პორტუგალია რო იყო. ესეთი თემა არის. ხო, პენლებში არ მოვიგეთ მე ჩემპიონატში შევხვდება. ის ინტერი და ის ცოტა მოხდა. რაგენი არ ვიცი ხა. ინტერი ნაპოლი და რაღაც ეგეთ თამაში. აი, მე და იმის რა. აი, ბატარეას ერხება. ბატარეაც იმენა. მეგობრებო, გადავედი პენლების სერიაზე და ეხა აქ დაიწყება რაღაც სასწაული რა იმენა. არ ვიცი. უნდა მოვიგოთ რა, უეჭველი მოვიგოთ და პირველი ვასაუთხავს. ნერვებზე თამაში ეხა იწყება იმენა რა.
სასაულია ემენა სასაული და ალადეს ბიჭებს რა აი ყველაფერი ტადეს სააღო აი მართლა რესპექტი ბიჭებს Relacionamento sem crush nem ficante. Quem nasceu pra ser fiel nunca vai ser amante. Todo mundo